საღამომშვიდობის მეგობრებო, დღეს უკვე მესამედ გიერთდებით და ძალიან მიხარია, რომ ამდენი დრო მაქვს. თქვენ თუ გიხარიათ ჩემი შემოერთება. როგორც უკვე აქ დააფიქსირეთ, ამ თემაზე გვექნება ჩვენ საუბარი, რაც სურათზე ხედავთ, რასაც სურათზე ხედავთ და რაც სურათზე წერიათ და კითხულობთ და აზროვნებთ. ესე იგი, ჩემს ამ ვიდეოს, სადაც როგორც ცეკვა, ყვირი, აბსოლუტურ ექსცენტრულ თუ როგორ თქვი, იმაში ვარ რა, მოიცადე ერთი წუთით აბსოლუტურ ტრანსცენდენციაში ვარ და მოკლედ აი ამ აბსოლუტურმა ტრანსცენდენციამ მოახდინა საზოგადოებაზე გავლენა. და ეხლა ნახეთ რა მოხდა. ბატონი ზურა სანდოძე, ხო ესე ქვია, ზურა სანდოძე წერს ასეთ რამეს. სადაც არ ვიცი ხა ერთი მონაკვეთი არის, რომ მაინც შემზე აუდგებათ მეთქი ამ კაცებს თქო, ამდენი პორნოგრაფია არის მეთქი ინტერნეტში თქო და ასეთ პასუხს მცემს ზურა სანდოძე აი ამ კომენტარზე. კი, იმი ამიდგა, ოღონდ შენზე არა, ბოზიშვილი ვიყო. ხო და მე მევწერ რომ ალბათ მამაოზი აგიდგა თქო, ან დედა შენზე თქო, იმიტომ რომ წინაზე ეწერა აი ამ ზურას რომ სად ნახეო რომ მამაოები ბავშვებს აუპატიურებდნენო რა შენო და მეთქვი რომელი მამაო ნახეო რა და სად ნახეო და შენ სად ნახე მეთქი ეს მკითხე და ის კომენტარი უბრალოდ ვერ ვნახე რა ხო რომ დამეფოსტა აქ და ეხლა რა ხდება ნახეთ მოდი განვიხილოთ ეს საკითხი რა მოხდა აი ამ საკითხებში სადაც კაცები ძირითადად რომლებიც თავიანთ მამაკაცურობას ესე სააშკარაოზე უკომპლექსოდ ავლენენ, მათ აქვთ ორი შესაძლებლობა. ან აქვთ დიდი პრობლემები თავის მამაკაცურობაში, ან კიდე არიან გადახრითი მნიშვნელობით სექს დამოკიდებულები რა. ხო და მოდი ახლა აი ამ საკითხი ამ ჭრილში განვიხილოთ ადამიანი რომელიც თავის თავს ბოზიშვილს უწოდებს და შემდეგ ჩემს ვიდეოზე წერს რომ კი მე ამიდგაო, ოღონდ შენზე არაო, ნუ იქ რაღაცა მომენტზე ეტყობა ტოჩკაში გავარტყი და აი იმ მომენტმა გააღიზიანა მისი ნერვული სისტემა და ამ დროს რა თქმა უნდა ერთი ადგილიც ცოტა შეუმაგრდა. ხო და აი ამ შემთხვევაში ახლა მინდა გითხრათ რომ უკვე შედეგია, იმიტომ რომ მამაკაცებს სადაც აქვთ სისუსტე და სადაც ვთქვათ შეიძლება რომ იღებდნენ ამა თუ იმ მედიკამენტებს, რისთვისაც უпростоრეთ, რისთვისაც შეიძლება რომ იღებდნენ მედიკამენტებს, ტრანსცენდენტალურობამ ეს პროცესი დააჩქარა და გააიოლა პრინციპში, ხო? ასეთი საკითხი. ეხლა ვიღაცებს ლოყები გაუწითლდებათ, ზოგიერთი შერცხვება, ზოგიერთი იფიქრებს, რომ ეს გოგო რა აღვირ ახსნილია, რა საკითხებზე საუბრობს, როგორ შეიძლება სამი შვილის დედა ესეთ საკითხებზე საუბრობდეს და მოდი რა რეალობას შევხედოთ უბრალოდ თვალებში, რომ რეალობა არის ის, რომ ადამიანს, როდესაც ხედავენ ტრანსცენდენტურს, ანუ გამოსულს აბსოლუტური ჩარჩოებისგან განთავისუფლებულს, ეს საკითხი ადამიანებში, რომლებსაც ჩარჩოებია აქვთ ყველგან მოქცეული და ჩარჩოებში ზიან, აღიზიანებთ და როგორც ჩანს, გაღიზიანება გამოიხატება სწორედ აი ამ სახით, რაც ზურა სანდოძემ დაწერა, ხო? და ეს რომ არ იყოს განსახილველი თემა ჩვენ საზოგადოებაში, ასეთი კომენტარები ნაკლებად იქნებოდა ჩვენ საზოგადოებაში. მოდი ესე ვთქვათ რა, არც მე ვარ მოქცეული ჩარჩოებში და არც მე მოვაქცევ ამ ადამიანს ჩარჩოებში, რომ აი ეს ადამიანი მაინც არის ავადმყოფი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უბრალოდ განვიხილავ ამ ადამიანმა, რაც დაწერა, რაც დააკომენტარა, იმას განვიხილავ, ხო? და ასევე ძალიან ჩარჩოებს გარეთ გასული პასუხობს მე ამას იმაზე რაც დაიმსახურა პრინციპში ჩემი პერსპექტივიდან, ხო? ეს ჩემი პერსპექტივა აბსოლუტურად. როდესაც ადამიანი მეკითხება, რომ სად ნახე მამაო, რომელიც ბავშვებს აუპატიურებდესო, ეს ეთქობა გაარტყა უკვე მოხდა იმ სუსტ წერტილში, რამაც შემდეგ აღაგზნო,
და შემდეგ მიწერს ასეთ რამეს. კი მე ამიდგა, ოღონდ შენზე არა ბოზიშვილი ვიყო, ხომ? მოდი ეს განვიხილოთ რა. ადამიანი, რომელიც ვერ აანალიზებს იმას, რომ თავისი შეურაცხყოფა პირველ რიგში თავისი პირიდან გამოდის, რომ თავისი საკუთარი ოჯახის წევრს, ასევე თავის თავს და შემდეგ ქვეყნის დედას, ანუ ქვეყნის დედას რა, სახეს ესე არქეტიპ დედას შეურაცხყოფს თავისივე ენით, ხომ, ბოზიშვილი ვიყო, ხომ, ესე იგი ის თავის თავს აღიქვავს ნაბიჯვრად, ხომ ასია, ბოზიშვილი თუ იყოს, ესე იგი ის უშვებს იმას, რომ შეიძლება იყოს ნაბიჯვარიც, ხო? და თუ კი ასეთი ადამიანები აი ამ ჭრილში თავის თავს ააშკარავებენ და ამ ჭრილში გონიათ რომ თქვათ აი ამ გოგოს ახლა მოდი მესამე პირში ვილაპარაკებ ჩემ თავზე რა ამ გოგოს რომელიც აი ამ ვიდეოში არის ტრანსცენდენტული და აბსოლუტურად ჩარჩოებს გარეთ არის გასული და ეს კაცობრიობისთვის რაღაცა ენერგიებს წარმოქმნის რომელიც ჯერ უმართავია მათთვის და ამ შემთხვევაში ასე გამოიხატა და ამას გონია რომ ამ კომენტარით აი ამ გოგოს ახლა ამ სურათზე ვისაც ხედავთ ეს მე ვარ მაგრამ მოდი ეს მესამე პირში რომ ვილაპარაკოთ ამ გოგოს რამეს დააკლებს მინდა უთხრა რომ ძალიან სდება და მეორე ის რომ აი ზუსტად ამ გოგო მოახერხა ის რომ შენში გააღვიძა ის ენერგია რომელიც იყო ან გადაჭარბებული დოზით ან კიდე პირიქით დაქვეითებული დოზით ხვდებით ზაზა ზურა უпроსწორად ბატონო ზურა ამიტომ მინდა ყველას გითხრათ რომ ტრანსცენდენტულობა ხომ ჩარჩოებს გარეთ გასვლა ყველა შემთხვევაში ათავისუფლებს ადამიანს ამა თუ იმ ჩარჩოსგან თუმცა ახლა რომ გითხარით რომ წამოვა ესე იგი აზრები იმ ფენების რა ფენებიც ყავს ჩვენ საქართველოში ესე იგი კონსერვატორები იფიქრებენ რომ ამ გოგომ სულ გარეკა აღვირახსნილია რაღაცას რას ლაპარაკობს როგორ შეიძლება ამაზე საჯაროდ საუბარი და ასე შემდეგ ზოგი იფიქრებს რომ ამ გოგოს სექსი აკლია ამ გოგოს დაუკმაყოფილებლობა სჭირს ამ გოგოს რაღაცა ზოგი იფიქრებს რომ აუ რა ჯიგარია ყოჩახ ზოგი იფიქრებს რომ საინტერესო თემა ზოგი ამას იფიქრებს და ზოგი იმას იფიქრებს ხა ამაზე ჩვენ არ გვინდა საუბარი ვინ რას იფიქრებს მაგრამ აუცილებელი არის ჩარჩოებიდან გასვლა რომ ჩვენ განთავისუფლდეთ აბსოლუტურად ყველა დემონისგან და მინდა გითხრათ რომ ეს დემონები რომლებიც ჩვენში არიან ჩაბუდებული ხო საზოგადოების სხვადასხვა ფენებში სხვადასხვა სოციალურ წრეებში ხო ყველას ყავს თავიანთი დემონი წარმოქმნილი ანუ ყველა საზოგადოებრივი წრიდან თუ ფენიდან ის დემონი იკვებება რომელიც აი ამ საზოგადოებრივ წრეს ფენას თუ მიმართულებას აქვს ჩამოყალიბებული ისე რომ თვითონაც ვერ ხვდებიან რა დემონების მართლობის ქვეშ არიან მოქცეული ეხლა ამას აი კიდე ბევრი არის ესეთი კომენტარი ამ ვიდეოს განსაკუთრებულად ბევრი კომენტარები დაასვეს იმიტომ რომ რაღაცა იმხელა ენერგიას გამოვყოლ მე ამ ვიდეოში რომ ბევრისთვის ეს წარმოუდგენელი და ვერ გადაამუშავა, ვერ გადახარშა, ну ზოგს ეგზორციზმი ეგონა, ზოგს ეგონა რომ რაღაცა ვერ არის რიგზე, ну ყოველ შემთხვევაში ადამიანი იქ გაიჭედა, სადაც მისი სისუსტეა. და აი აქ ამ შემთხვევაში ზურა სანდოძე, ხო? გაიჭედა თავის სისუსტეში. პირდაპირ მისი კომენტარი ამ ადამიანის სისუსტეზე მესაუბრება. გესმით? ხო და მეგობრებო, ამ ადამიანის სისუსტეზე, ანუ თქვენი სისუსტეები, თქვენივე კომენტარებში ჩანს. ხვდებით? და მე რატო ჩავწერე ახლა ეს ვიდეო? უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ როდესაც თქვენ დააკომენტარებთ ამა თუ ჩემ ვიდეოს, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად ტრანსცენდენტული ვარ და ეს იწვევს ადამიანებში, ესე იგი სუსტი წერტილების მოძებნას,
აი ჩემი საქციელები იწვევს ადამიანებში სუსტი წერტილების მოძებნას. და თქვენ შეგიძლიათ ამითი თქვენივე თავი დააფიქსიროთ, რომ სად შეიძლება გქონდეთ თქვენ სისუსტეები, ხო? აი მაგალითად, გამაღიზიანა რაღაცა ამ ვიდეოს ყურების დროს, ან ნებისმიერი ჩემი ვიდეოს ყურების დროს, სადაც ტრანსცენდენტულობას გამოვხატავ, ხო, აი ჩარჩოებიდან გასული ვარ და აბსოლუტურად თავისუფალი ვარ ყველანაირი იმისგან, ფორმებისგან, ხო? საზოგადოებრივობის ჩამოყალიბებული ფორმებისგან გათავისუფლებული ვარ. ამ შემთხვევაში შენში, ანუ მაყურებელში ნებისმიერ შენში რა აგრესიაც წამოვა, ანუ რომელ მომენტში რა აგრესიაც მოდის, ის არის ის სისუსტე შენში. აი ახლა მე გაგახსენებთ ეს გზრდის მეგობრებო. მე გაგახსენებთ ჩემს იმ მომენტს ვიდეოს, როდესაც მე ჩავწერე, გასხოთ რომ ძალიან მეწყინა მეთქი რა, ისეთი რაღაცა მითხრა მეთქი ადამიანმა თქო რომ მთელი ღამე ვტიროდი თქო რა, ანუ ისეთი რაღაცა მითხრა რომ ჯერ შენი თავი არ აღმოგიჩენიაო და პირდაპირ გულში ჩამესო რა, ანუ ესე იგი იქ მართლა რაღაცა იყო ეგეთი რაც სიმართლე იყო, თორემ მე ეს არ მომხდებოდა გულზე. შანსი არ არის რომ მე ის მტკივნეულად მიმეღო, რაც ჩემში არ არის. გესმით? ამიტომ მთელი ღამე დამაფიქრა ამ სიტყვა. სიტყვა არის წამალი. სიტყვა არის ყველაფერი რა. და იგივეა მეგობრებო რა, მე შემეძლო რომ გავბრაზებულიყავი ამ ადამიანზე და გამელანძღა, ისეთი მწარე სიტყვა დამებრუნებინა უკან რომ შეიძლება მთელი ცხოვრება ფეხზე ვერ ამდგარიყო, მაგრამ არა. რატომ იცით მე ვიცნობ ამ ფორმულას, რომ როდესაც მაგრად მოგხვდება გულზე, აი ზუსტად იქ არის სამუშაო, გესმის და მე დიდი ხანია ვმუშაობ უკვე ამ საკითხზე ჩემ თავთან დაკავშირებით და ხომ გეუბნებით, ესე იგი, როდის დავიწყე რა, ძალიან ადრე დავიწყე ამაზე მუშაობა, ეხლა თქვენ რო დაიწყოთ თქვენ თავზე მუშაობა, ალბათ 20 წელი დაგჭირდებათ იმისათვის, რომ თქვენ იმ დონეს მოახციოთ, იმ ემოციურ დონეს მოახციოთ, რომელ ემოციურ დონეზეც მე ვდგავარ. განა თავს გავხვევთ, რომ მე თქვენზე მეტი ვარ. უბრალოდ გეუბნებით, რომ მე ბევრი ვიმუშავე ამ საკითხზე და მე ბევრი რამე მიადვილდება, ვიდრე შეიძლება სხვა ადამიანს გაუადვილდეს თქვენგანს, ნებისმიერ თქვენგანს. და ჩემზე უფრო ისინიც არიან რა, უფრო ნავარჯიშები ადამიანებიც არიან, მოკლედ. მაგრამ ეს არის ერთგვარი ვარჯიში, რაც უნდა დავიწყოთ. და ეხლა რა ხდება, ნახეთ, როდესაც ადამიანი გეტყვის სიტყვას, ან ნებისმიერ, აი უყურებ ვიდეოს, რაღაცა ვიდეოს, ჩვენთვის სრულიად უცნობი ადამიანი. აკეთებს ისეთ რაღაცას, რომ შეიძლება წამოფრინდე ფეხზე და გაფრინდე, რა ვიცი, რაღაცები დაგიმართო, სიგიჟეები, ხო? აი იცოდეთ, რომ ეს არის ზუსტად და რომლის კრიტიკასაც დაიწყებ მერე შენ, იცოდე, რომ ზუსტად ეს არის შენი სუსტი წერტილი. და აი ზუსტად მაგ საკითხში გაქვს სამუშაო შენ თავზე. რომელი ადამიანიც იტყვის არა, სულელია, იმ ადამიანს ჯერ არ უნდა თავის გაზრდა. ეხლა მე გასწავლით ტრანსცენდენტულობას. როგორ თქვენს თავს როგორ მოუპოვოთ ტრანსცენდენტულობა. ხვდებით? ანუ, ეხლა მე გასწავლით იმას, რაშიც შეიძლება სხვას აიღო 200 ლარი 1 საათის საუბრის შემდეგ. ამიტომ დააფასეთ ის, რასაც გეუბნებით. იმიტომ რომ მე ფულს არ გთხოვთ თქვენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა დააფასოთ თქვენ ის სიტყვა, რასაც მე გეუბნებით თქვენ. და რადგან ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ აი ამ ჩარჩოდან არ არის გამოსული, რომ ყველაფერი ფული ღირს, ამიტომ მე თუ არ გითხარით ამის ფასის შესახებ, თუ რა შეიძლება ღირდეს ეხლა ის ინფორმაცია, მე რასაც დღეს გესაუბრებით ამ მოკლე მონაკვეთში, თქვენი გონება და თქვენი შინაგანი ვერ აღიქვავს ამას როგორც სერიოზულად. გესმით? და იცით რა არის სხვათა შორის ამ ადამიანმა, რომელმაც ეს სიტყვები მითხრა, რომ შენ ჯერ შენი თავი არ გაგიცვნია, ანუ სხვაგან ეძებ რაღაცეებს და შენი თავი შენ თავს გაურბიხარ, ესე გამოუვიდა რა. მინდა გითხრათ, რომ
ზუსტი იმ სიტყვების მნიშვნელობით, როგორც მე მან მითხრა, ჩემში სხვანაირად ტრანსფორმირდა. აი მაგალითად, მე რა დავიჭირე ჩემ თავში, რაშიც ჯერ არ გამიცვნია ჩემი თავი ამ სიტყვების შედეგად, იცით? ამ სიტყვების შედეგად მე ჩემ თავში აღმოვაჩინე, რომ ადამიანებს ჩემ თავზე ძალიან ცოტას ვუყვები. ჩემი ფასეულობების შესახებ ადამიანებს საერთოდ არ ვესაუბრები. და ადამიანი იმას იღებს, რასაც აძლევ. აბსოლუტურად იღებს და იღებს, უბრალოდ იღებს, შთან თქავს ამ ყველაფერს, მაგრამ შენ თუ არ გაუშვი სიგნალი, რომ მომისმინე კარგად, ეხლა მე რასაც გეუბნები შენ, იმიტომ კი არ გეუბნები, რომ მე შენი მონა ვარ, იმიტომ გეუბნები, რომ მე ამ ენერგიით შენ რასაც გაძლევ, ვღირ ვარ, გესმის? ეს ღირებულება, თითოეული სიტყვა, რომელიც ჩემი პირიდან გამოდის, არის ღირებულება, თუნდაც აი ეს. მისმინეთ? აი ეს საკითხი ბატონმა ზურა სანდოძემ, ხომ? კი, მე ამიდგა, აი ეს საკითხიც არის ტრანსცენდენტული. ის გავიდა თავის ჩარჩოებიდან. ის გააკეთა, რაც ჯერ არ გაუკეთებია. არა, მე იმას არ გეუბნებით, რომ ამ ადამიანს არ ქონია, ვთქვათ, ვინმე ქალთან ურთიერთობა, მაგრამ ამ ადამიანმა გამოსცადა ისეთ მომენტში ჩარჩოდან გასვლა, რომელიც ჯერ არ გამოუცდია. და აი სწორედ ეს მისთვის იყო ღირეული. ჩემი ვიდეოს ნახვის შემდეგ, თუმცა ამ ადამიანმა ჯერ ვერ შეაფასა და ვერ დააფასა ის, რაც მოხდა მასთან. განა იმიტომ, რომ ვერ დააფასა, იმიტომ, რომ მას გონება არ უჭრის. ვერ დააფასა, იმიტომ, რომ მე არ ვუთხარ იმას, რომ ეს შენ რაც გამოცადე ჩემს ვიდეოში, არის ღირეული. და თუ საზოგადოება ისე მოთელეს და ისე აღზარდეს, რომ თუ არ გითხრა ვიღაცამ, რომ ეს ესია და პირში არ ჩაგიდო დაღეჭილი, შენ ვერ მოხვალ მაგის აზრზე. ძალიან ინტელიგენტი ხარ, ძალიან მოაზროვნე ხარ, მაგრამ შენ აზრზე ვერ მოხვალ, იმიტომ რომ არ გითხრეს. ესეთ ჩარჩოში ზიხარ, რომ ვიღაცამ ხელი უნდა დაგასვას, ვიღაცამ უნდა გაღიაროს, ვიღაცა სხვამ გარედან უნდა გაღიარო, მაგრამ შენ თუ შენ თავს შეგიძლია რომ აღიარო შენი თავი და შენ თვითონ თუ შეგიძლია შენ თავს ხელი დაასვა, ხო? მღვდლებს კვენ ახლა. ამის აზრზე ვერ მოხვალ შენ. ამას ხვდებიან მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანები. რომ ცაკ მიხვდნენ, რომ ვაუ, თურმე რაში ყოფილა საქმე. სხვამ კი არა, მე ვარ მნიშვნელოვანი. მე თვითონ ვარ მნიშვნელოვანი ჩემი თავის აღიარებაში. და აი ეს მითხრა ამ ადამიანმა სხვათა შორის. ძალიან მაგარი სიტყვები მითხრა რა. მიუხედავად იმისა, რომ როგორ გითხრათ, აი გაზრდა ხდება სწორედ იქ, სადაც შენ გგონია, რომ რაღაც ცუდი მოხდა. აქ ხდება გაზრდა. აი ახლა ამ ადამიანს ზაზას გონია, რომ სულს ვაკეთებ, აი ესეთი ექსტრავაგანტული თუ ექსცედენტური რო არა, ექსცედენტური, ხო? ისა, რა ქვია, ჩარჩოს გარეთ რო საუბრობ ხალხთან. ნუ ვიღაცას როგორ აშინებს, იცი ეს ჩარჩოს გარეთ გასული ხალხის დანახვა. ეგრევე საგიჟეთზე ფიქრობს. წაიყვანეთ საგიჟეთში. იმიტომ რომ ეშინია მას, გესმის? იმდენი შიშები აქვს თავის თავში. რომ რაღაცა უცნაური რო დაინახა, შო არ უნდა იმის მოკვეთა უნდა ეგრევე. ამის ჩაკეტვა და დაკეტვა და ის უნდა, რა ქვია, დაშტემპლერება უნდა. რომ შო ეს არ შეიძლება. ესეთი ადამიანების დანახვა გარეთ არ შეიძლება. გესმით? აქ არის ჩართული ჩარჩოების შიგნით მყოფი უამრავი დემონი. იმიტომ რომ შენ გაშინებს ყველაფერი. ვიღაცამ ხმამაღლა იყვირა, ვсё, გეკეტება.
ჭკუაზე გადადიხარ, გეშინია, უკვე აიბნევი, ესეთი რაღაცა გემართება. მე მინახავს ესეთი ადამიანები. პანიკაში რო ვარდებიან, როდესაც გაიგებენ ყვირილს, ადამიანის ხმამაღალ სიტყვას. მე მინახავს ასევე ადამიანები, გარეთ რომ დაინახავენ მეძავს და ფუს, ესე რო იტყვიან ხოლმე. რაც გაღიზიანებს ის შენშია გასაწმენდი. აი მაგალითად არსებობენ ადამიანები სახლს ისე მაგრა დაალაგებენ ხოლმე, გაწმენდნენ ყველაფერს დააწყრიალებენ. ეს შიგნით რა ჭუჭყებიც არის, გონიათ რომ გარეთ გაასუფთავეს, გესმით? ეს არის ერთგვარი, კლასიკური ფსიქოლოგია ამას უწოდებს ემოციურ ამაღლებულ დონე იმას მაგას რა ქვია, ამომივარდა ტვინიდან ახლა უცბად. გამახსენდება. ანუ რო არ გამახსენდეს, არც ეგ არ არის მნიშვნელოვანი. ანუ ეს არის ერთგვარი, აი, ჩემენაზე ვიტყვი რა, ჩემენაზე ახსნი. ეს არის ერთგვარი შინაგანი ქაოსის უგულებელყოფა, ანუ უგულებელყოფ შენ შინაგან ქაოსს და გადაგაგ გარეთ, ალაგებ, წმენდ, ასუფთავებ და გონია და ეგოს იწყნარებ, რომ აი შენ გონია რომ ეხა დაალაგე, დაასუფთავე, შინაგანი ის დაალაგე, რაღაცები გონია, მაგრამ სინამდვილეში აი თუ დაკვირვებულ ხართ ადამიანებს, რომ სულ ხეყავენ, სულ წმენდნენ, ტუფლებს იწმენდნენ, აქ რაღაცა, სულ რაღაცა ელანდებათ, რომ სადღაცა რაღაცა აქვთ, ლაქა აქვთ, სადღაცა ჭირი აქვთ, არ ვიცი, მოძებნიან, სადღაცა აი აქ იმაში მოგიძებნიან, ცხვირში შეგიძრებიან, იქ მოგიძებნიან რაღაც თმას და ესეთი ადამიანები, ფსიხები, ეს არის ფსიქოზიდან მოდის ეს. ესეთი ადამიანები შინაგანად, იმდენად დაულაგებლები არიან, რომ გარეთ ოდნავ ქაოსიც ისე აღიზიანებთ, რომ შეიძლება ის პატარა რაღაცა რომ დაგინახონ, ამის გამო გეჩხუბონ რა. ამის გამო ხაზი გადაგისვენ და თქვა, ეს ფუფ, ეს ვინ არის? გესმის? შინაგანად ფიქრობენ, გარეთ კი არ იტყვიან ამას. პირდაპირ შინაგანად ეუბნება ის დემონი, რომ ფუფ, აი ამას ესეთი რაღაცა აქვს და შენ რა ბანძია, ხო? აი შინაგანი ხმა ელაპარაკება ასეთ ადამიანებს რა. კიდე მაგალითად კიდე რაღაც მაგალითი მინდოდა მომეყვანა და დამავიწყდა ხა მომივარდა გონებიდან. სულ ხელებს რო იბანენ ადამიანები. სულ ხელების ბანაში რო არიან, ხო? თქვენ რომ ამ ადამიანის სისხლის ანალიზი გააკეთოთ, ამ ადამიანს შინაგანად იმდენი ქაოსი აქვს, იმდენი რაღაცა უცნაური აღმოაჩნდება, რომ შეიძლება მართლა თქვათ, რომ აი ეს ადამიანი რამდენს უძლებს. ყოჩა ხიდი ამას რა. ემზარი რო საუბრობს ხოლმე ჩვენთან ლაზარე რო არის, ხო? რო იძახის რო ღვიძლი არის გასაწმენდი, რომ დაალაგდეს ყველაფერი და ადამიანმა გაანათებულად დაიწყოს საუბარი. აზროვნება პირდაპირ ერთ-ერთი კავშირშია, იმიტომ რომ ღვიძლი სისხლს წმენს, სისხლი თუ გაწმენდილია, გარე ქაოსის საერთოდ არ გეკარება შენ, არანაირ ნერვულ სისტემას არ გიზიანებს. იმიტომ რომ შენი სისხლი იმდენად სტაბილურად არის იქ მუშაობს ისე კარგად, რომ იქ არანაირი შეფერხება არ არის და გარე სამყაროშიც არანაირი შეფერხება არ აქვს. მაგრამ დღესდღეობით სისხლის წმენდა, გაწმენდილი სისხლის მქონე ადამიანები ძალიან იშვიათად არიან. ანუ რო ამბობენ, რომ აი წმინდანი ქვია ზუსტად გაწმენდილი სისხლის ადამიანს, რომლის სისხლიც არ იხრძნება. და ამის მიღწევა რომ უნდა იყოს მიზანი, ხო? ამას რომ უნდა ვასწავლიდეთ. დაწყებული ბაღიდან დამთავრებული უნივერსიტეტებში, ხო?
ამის მაგივრად ჩვენ ვასწავლით აბსოლუტურად ყველა სხვა რაღაცას, რაც შეიძლება აბინძურებდეს სისხლს, გონებას და ასე შემდეგ და გვგონია რომ მივიღეთ განათლება ბაღიდან დაწყებული, უნივერსიტეტებიდან დამთავრებული. ჩვენ გვგონია რომ მივიღეთ განათლება. ხელში დავიჭირეთ საბუთები, რომ გვაქვს განათლება მიღებული და სინამდვილეში ყველაფერი გავაკეთეთ იმის გარდა, ვიდრე ჩვენ განათლება მივიღეთ. დრო დავხარჯეთ, აბსოლუტურად უაზროდ და ვერ შევისწავლეთ, როგორ განვკურნოთ ჩვენივე თავი ჩვენ, რომ აღარ დაგვჭირდეს ექიმებში სიარული, რომ აღარ დაგვჭირდეს ფსიქოლოგებში სირბილი, ხო? მაგრამ ჩვენ შევისწავლოთ ყველაფერი, როგორ ვიმშოვოთ ფული, როგორ ვიმუშაოთ და როგორ ვიყოთ მაგარი მუშა. აი ეს შევისწავლეთ კი, ამის საბუთი ხელში გვაქვს, დავიჭირეთ, მაგრამ რომ ვიმუშავებთ და რომ შევიძენთ და როგორ რომ ვიქნებით მაგარი მუშა, მერე ექიმებში რო არ ვიაროთ და ვირბინოთ, ის როგორ შევძლოთ, იმის დრო აღარ გვჭება. უბრალოდ ამაზე რო ვიფიქროთ, გესმით? მაგრამ ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ მოგცეს საბუთი, რომ ჩვენ უნივერსიტეტები გვაქვს დამთავრებული. ჩვენ სკოლა გვაქვს დამთავრებული. ჩვენ ესა თუ ის პროფესია გვაქვს დამთავრებული. ყველაფერი გვაქვს გარდა ჩვენი ჯანმრთელობისა. გესმით? გარდა იმისა, რომ შენ თავთან დარჩე და შენი თავი იპოვო. გესმით? ამიტომ მეგობრებო, ჩვენ ასევე გვგონია, რომ სექსუალურობა არის. ჩვენ ასევე გვგონია, რომ თუკი ჩვენ აი ამ ჩვენი სექსუალური ვნებით ადამიანს შევურაცხყოფთ, ხო? აი, იცი რა, შენ რომ დაგინახე მე ამით გავთქვათ, ესეთ რაღაცას ვეტყვით. ეს იმას აღიზიანებს. თუ ადამიანს სექსუალური პრობლემები არ აქვს, ასეთი მიმართვები არ აღიზიანებს. მაგრამ თუ ადამიანს აქვს სექსუალური პრობლემები, მაშინ ასეთი მიმართვა აუცილებლად გააღიზიანებს. ისიც გააღიზიანებს, რომ უთხრან შენი რო შეაგინოთ, ესეც გააღიზიანებს. ისიც გააღიზიანებს, რომ უთხრან რომ მე რასაც მიწერენ ხოლმე კომენტარებში სხვადასხვა მოიცადე რეები არის არა მე კი არ მიწერენ კომენტარებში მამაკაცების რაღაცა ფენა რომელიც უკვე შევამჩნიე რომ ძალიან მოდებულია ეს ფრაზა თვითონ ეს ფრაზა რომ ასე აჩმორებს ქალს აი ეს აჩმორებს რა აჩერებს თუ რას უშვება არ ვიცი მაგრამ პირდაპირ ამ ფრაზას წერს დაუკმაყოფილებელი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებ აი ეს ფრაზა აქვს საიდანღაც ნასწავლი მე ვფიქრობ რომ ეს არის ერთ-ერთი აგენტების ფრაზა რომელიც მანიპულირებს ქალებზე ამ ფრაზით იცოდეთ და რომლებიც აი ამ ფრაზით მდედრ ენერგიას პირდაპირ იმონებენ ანუ ამ მდედრი ენერგიის ხაზზე ჯდებიან ენერგეტიკაზე ჯდებიან და იკვებებიან მერე როგორც მწურბელები გესმით აი მწურბელა არ იკვებება კიდე ისა როგორც აი ვამპირები ისე იკვებებიან ამ ქალბატონის ენერგიით შემდეგ რა და ეხლა ქალბატონები მიხვდებიან რასაც ვლაპარაკობ იმიტომ რომ უკვე მე რამდენი ქალბატონისგან გავიგე რომ აი ზუსტად ამ ფრაზას წერენ ეს არ არის დამთხევა მეგობრებო ეს არის რაღაცა ანომალი ეს არის რაღაცა მომენტი რითიც გარკვეული კატეგორიის მამაკაცები მე ამათ აგენტებს უწოდებ როგორც სკოლა ისე აქვთ ნასწავლი ეს ფრაზა ვიღაცისგან რაღაცა სისტემისგან რომელიც პირდაპირ ამ ქალბატონების ხაზზე აჯენს ენერგეტიკაზე აჯენს და იკვებება აი ჩვეულებრივად იკვებება რა როგორ გითხრა როგორც შენ საკვებით იკვებები ის იკვებება შენი ენერგიით ეხლა როგორ ხდება ეს როგორ ხდება ნახეთ ამ ქალბატონს ეს ფრაზა
გამუდმებით უტრიალებს თავში. და გამუდმებით ამ ადამიანზე ეფიქრება. გესმის? მოიცა ლილი წერს, ეს თემა ძალიან გვჭირდება. მადლობა უანგარო ლაივებისათვის, თამარ. მადლობა ლილი. გამუდმებით ეფიქრება ამ მამაკაცზე. იმიტომ რომ იცი რა მოხდა, შოკი მოხდა ამ ქალისთვის. ჯერ პირველ რიგში შეურაცხყოფად მიიღო, რომ ესეთი სიტყვა აკადრა უცხო მამაკაცმა. და მეორე ის რომ ვერ გადაანალიზა, ვერ გადახარშა რატო და всё, დარჩა უკანა მხარეს. ქვეცნობიერში დარჩა, რომ რაღაცა ვერ გავარკვიე რა მოხდა. და სულ გამუდმებით ამაზე, ამის იმაშია, ტრიალშია ეს ცნობიერი რა, რომ აი რა მოხდა და სულ მას მისდის ეს ენერგია. აი ამ ენერგიებით დღეს იმდენი იკვებება და კიდევ სხვადასხვანაირი ენერგიებით მეგობრებო, იმდენი ენერგო ის არის, წურბელა არის დღეს სოფლიოში და ისე იკვებებიან თქვენი ენერგიებით, რომ ვერც კი მიხვდებით რა. ვერც ხვდებით. თუ დაკვირვებული არ ხარ, ვერ ხვდები სად მიდის შენი ენერგია. აბსოლუტურად იფანტება, შენთან კი არ რჩება. იფანტება, მიდის და არის შენ ხარ მერე ძალა გამოცლილი, ესე რო ვთქვათ რა. ამიტომ ქალბატონებო, ჩემი დიდი გაფრთხილებაა თქვენდამი, როგორც კი ამ ფრაზას გაიგებთ ვიღაცისგან, ვინც თქვენთან ოდნავ კავშირში შემოვიდა და ესეთი ფრაზით დაასრულა თქვენთან ურთიერთობა, იცოდეთ, რომ ეს არის გამიზნული ფრაზა, რითაც უნდა რომ შემდეგ ამ ადამიანს იკვებოს. ამის ტექნიკა არსებობს, როგორ ჩახსნათ ეს ენერგეტიკა, აი როგორ ჩახსნათ ამისი ეს ხაზი, რომელზეც გამუდმებით გეფიქრებათ ქვეცნობიერში თუ გააზრებულად და ამ ტექნიკას მე გასწავლით თქვენ. ძალიან მაგრად მოქმედებს, ძალიან მაგრად მუშაობს ეს ტექნიკა. ოღონდ ეს ტექნიკა, ამ ტექნიკას მე არ გავანდობ ყველას. გესმით? გესმით? აი ეგ არის მნიშვნელოვანი. არ გავანდობ ყველას. რატომ? ეხლა ვეგეტყვით რატომ რა? როდესაც უანგაროდ საუბრობ ამ ხელა მასასთან, შენ თუ რამე შენი არ დაიტოვე შენთვის, მასა ვერას დროს, ვერც ერთ დროში ვერ დააფასებს შენს არსს. ამიტომ ის ადამიანი, ვინც აფასებს ჩემს არსს და სჭირდება ამ ტექნიკის გამოყენება, მე მას უანგაროდ ვასწავლი, ოღონდ პირადში უნდა დამიკავშირდეს. ხომ ხვდებით? და ვინც დამიკავშირდება პირადში, აი იმას ვასწავლი, ოღონდ უანგაროდ. მაგრამ მასას მე არ ვასწავლი უანგაროდ. ეხლა რა ხდება აქ, რატომ გეუბნებით ამას, ნახეთ? როდესაც მე უანგაროდ გაძლევთ ინფორმაციას და თქვენ არ წუხდებით და სხვათა შორის ჩემთან დაკავშირებასაც დიდი ენერგიის მომართვა სჭირდება, ანუ ენერგიის გამოყენება სჭირდება, რომ მე დამიკავშირდე პირადში. ეს არის ერთგვარი პროცესი, რომ შენ აანალიზებ შენ თავს, აცნობიერებ, რომ შენ ახლა მე მიკავშირდები პირადში და სადღაცა იქ ლაივში კი არ საუბრობს თამარი, არამედ მე მას პირადში დაუკავშირდი და გავესაუბრე. აქ უფრო სხვა ის იმართება ჩვენ შორის. კავშირი იმართება ჩვენ შორის, ვიდრე ის რომ ეხლა მე შენ გითხრა და ესე ნინიას ბაღივით მიიღო ეს ინფორმაცია, გესმით? ამას ვერ დააფასებ ვერასდროს. მამაკაცებო, თქვენს გასწავლით, როგორ ჩახსნათ ქალებთან ის ენერგეტიკული ველი, თუ თქვენ 24 საათი ქალებზე გეფიქრებათ რა, ანუ ქალებზე კი არა, იმ კონკრეტულ ქალზე გეფიქრება. რომელმაც შენ შეძლო და შენ ენერგეტიკაზე დაჯდომა შეძლო და შენ ენერგეტიკაზე, აი ესე უნამუსოდ თავის ცხოვრებას იწყობს რა. ახალგაზრდებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში არის ეს პრობლემა რა. მე მახსოვს პირველ 17 წლის როცა ვიყავი, გახსოვთ რომ მოგიყევით, შეყვარებული ვიყავი მეთქი და იმასაც უყვარდი და მეც მიყვარდა თქო. ამ ადამიანმა გაუცნობიერებლად გააკეთა, მაგრამ გააკეთა ის, რასაც ახლა მე გიყვებით თქვენ. და მოხდა ესეთი რამე. აბსოლუტურად დააჯდა ჩემს ენერგეტიკას,
მე მთლიანად გამომაცალა, იმიტომ რომ მაშინ არ ვიცოდი იმ ენერგეტიკების დაცვა როგორ ხდება. მე ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა. აბსოლუტურად გამომაცალა ისე რომ მთლიანად გამთიშა, ანუ ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. არაფრის თავი აღარ მქონდა საერთოდ, არანაირი სურვილი აღარ მქონდა რომ რამე გამეკეთებინა, ხო, როცა მანამდე დავფრინავდი სცენაზე. ხო და მოხდა ისე რომ ეს ადამიანი აი ამ ენერგეტიკით იმ ხელა წარმატებებს მიაღწია, რომ რო ვუყურებდი, მე ხვდებოდი რაშიც იყო საქმე, რომ ჩემიდან წაიღო ეს ენერგია, მაგრამ ვერ ვამტკიცებდი ამას. წარმატებებს მიაღწია თავის პროფესიაში, რაღაცის დირექტორიც გახდა და ჭკუაზე არ იყო ბრწყინავდა და რაღაცა რა, მაგრამ ის ვერაცნობიერებდა ვისგან მისდიოდა ეს ენერგია და როდესაც მე უკვე გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც გავთიშე ეს ენერგია, ანუ მე ვხვდები მაშინ ღმერთმა გადამარჩინა მაშინაც რა. თორე აი როგორ იყო იცი, რომ აი პირდაპირ ჩემს ენერგიაზე იყო ხაზზე იყო რა და გახქონდა ეს ენერგია. გერმანიაში წავედი. იცით რა მოუვიდა ამ ადამიანს? მერე ციხეში დაიჭირეს. აი ეს ენერგია რაზეც შენ ხაზზე იჯდა, ხო? მთლიანად გაუნადგურეს, დედაუტირეს. გესმით რა მოხდა? ხომ გესმით რაც მოხდა? ხო და ეს ენერგია მე რაც მქონდა, გამოვიყენე გერმანიაში, ვისწავლე. ღმერთმა მიშველა მაშინ. მე რომ აქ საქართველოში დავრჩენილიყავი, მე ვიქნებოდი მკვდარი. და ის იქნებოდა ეხლა პრეზიდენტი ალბათ. ესია. ამიტომ ეს ტექნიკა მე რასაც გასწავლით თქვენ, თუ გამოიყენებთ, თქვენ თავებს გადაარჩენთ. და თუ არ გამოიყენებთ, არიან ეს ქალების კატეგორია, მე ძირითადად ეხლა ქალებთან მაქვს ურთიერთობა რა. მამაკაცები ნაკლებად მიკავშირდებიან, იმიტომ რომ მამაკაცებს ახლა მაინც სხვა არ ვიცი რა ეშინიათ ალბათ და ძირითადად მამაკაცებს ჩემი ეშინიათ, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ქალები არ მიკავშირდებიან და ქალებთან არის ესეთი მომენტი რა. არსებობს კატეგორია ქალების, რომლებიც 24 საათი ადამიანზე ფიქრობს, ერთ ადამიანზე და იმის ეს ადამიანი აი აქ ტვინს უბურღავს. მთლიანად ამის ენერგეტიკაზე ზის და ეს ჭამს, რომ აი ეს ენერგია რამით შეივსოს და არა და ნახეთ რა ხდება. როდესაც მე ამ ადამიანებს ვეუბნები, ესეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ვეუბნები, ჩახსენი ეს. თუ ხარ მზად, არ უნდათ ჩახსნა ზოგს. ანუ ზოგი კი მიმართავს ამ ხერხს სხვათა შორის და ძალიან მადლიერიც არის და ზოგს არ სურს ჩახსნა. იმიტომ რომ მის გონებაში არის ესეთი რამ, რომ მე რომ ჩავხსნა, ის მოკვდება და მართლაც მოკვდება სხვათა შორის რო იცოდეთ რა. მართლაც მოკვდება. ამ ქალბატონმა რომ იმასთან ეს ენერგია ჩახსნას, ის დაიღუპება, იმიტომ რომ მას ენერგია რესურსი არ აქვს იმისათვის, რომ თვითონ გამოიმუშაოს თავისი ის სიხშირე, რაც საჭიროა დღევანდელი სიხშირეებისთვის. და ამიტომ ახლა მე ვერავის ვერ დავაძალებ, ესე არჩევანი ყველა ნება თქვენია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ მამაკაცი უნამუსოდ იღებს ამ ენერგიას, ხო? უნამუსოდ, იმიტომ რომ არსებობს მამაკაცები, რომლებიც ამ ენერგიის, ამ ქალებს გაურბის, ამ ქალებთან საუბარს გაურბის. იმიტომ იქ რაღაცა სხვენია, იქ რაღაც ის ეშინია, იქ რაღაცა პასუხისმგებლობის აღება არ უნდა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ის გონია და კონტაქტი არ გამოდის ამ ქალებთან რა, მაგრამ ამის ენერგეტიკაზე ზის. მე ნებისმიერ ქალს ურჩევდი, ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც ამას აკეთებს, ის არ არის ამ ენერგიის ღირსი. არ იმსახურებს ამ ენერგიას, შენ დათურ სამსახურს უწევ ესეთ ადამიანს. ის ადამიანი თუ შენ მდგომარეობაში არ შემოდის და არ გესაუბრება, თუ არ უნდა რომ შენ დაგეხმაროს, მაშინ შენ აუცილებლად უნდა ჩახსნა ეს ხაზი. თუ გინდა რომ ღვთიურად იცხოვრო, თუ არ გინდა რომ ღვთიურად იცხოვრო, შენ მაინც გააგზელებ ამ ადამიანის მიმართ ამ ენერგიის გაგზავნას და
შენ იზიანებ შენ თავს, შენს მისიას ვეღარ მიყვები მერე. მამაკაცებში ძალიან ხშირად არის, რომ ქალებს ვერ ივიწყებენ და ზოგი ლექსებს, აი მაგალითად გალაქტიონ ტაბიძე ავიღოთ. გალაქტიონ ტაბიძეს უყვარდა მერი. შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი, მერი იმ ღამეს მაგ თვალთა კრთომა, სევდომიანის დაუწერა ლექსი. რა მერი ბიჭო? ეს მერი ვაფშე არ გიყურებს ედ. შენ კიდე ამ ენერგიას აძლევ და იმიტომ დაამთავრა თვითმკვლელობით. შეიძლება თვითმკვლელობით არ დაუმთავრებია, ვარაუდი არის რომ მოკლეს, მაგრამ შეხედავ რომ მამაკაცი ისა ქალი იწერს ჯვარს და შენ კიდე ამერი და მერი. ეს დემონია, მეგობრებო, ეს არის დემონი. რომელიც გაფიქრებინებს, რომ შენ ეს ქალი გიყვარს. ეგ არის დემონი. სიყვარული იცი როდის არის, მეგობრებო? როდესაც შენ გიყვარს და იმასაც უყვარხარ. ეს არის სიყვარული. მაგრამ როდესაც შენ გიყვარს და ის მე შენთვის და შენ დათვისთვისო, ხო? იცოდეთ, რომ ის შენ ენერგეტიკაზე ზის, რაღაცა დოზით და სხვასთან ბედნიერდება. ის ვერ აცნობიერებს ოღონდ ამას. გაუცნობიერებლად აკეთებს. იშვიათად რომ ბოროტულად აკეთებდეს ამას, მის გაცნობიერებლად იშვიათად აკეთებენ ადამიანები. შეიძლება თუ არა რომ ისე იღებდნენ ჩემგან ენერგიას, ამას ვერ აცნობიერებდნენ. კი, მაგას ვამბობ ახლა, კი, აბსოლუტურად. ანუ, ვიცი რა? ძალიან ხშირია ეს დღესდღეობით, მეგობრებო რა. ეს ეხლა მე რასაც გესაუბრებით, ეს არის ძალიან ხშირი საზოგადოებაში. ხო? ცალმხრივი სიყვარული არის ავადმყოფობა. იცოდეთ რა? ცალმხრივი სიყვარული, სადაც ადამიანი იტანჯება, ხო? ეს არის, აქ უნდა აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, საიდან მოდის ეს ენერგია, რატომ დაჯდნენ შენს ენერგეტიკაზე. ეს თუ არ გაარკვიეთ, თქვენ გეგონებათ, რომ თქვენ ვიღაცა გიყვართ, შეიძლება იმასაც უყვარხართ, იმასაც რაღაცა ფიქრები აქვს თქვენს მიმართ და ესე გრძნობთ, რომ აი თქვენ რო ფიქრობთ, ისიც ფიქრობს, არა და ეგრე არ არის, მეგობრებო რა. უმრავლეს შემთხვევაში აი ახლა გეტყვით რა. არსებობენ ქალების კატეგორია და მამაკაცების კატეგორია, რომლებიც წლობით არა 1, 2 და 3 წელი, არამედ 10 და 15 წელი ფიქრობენ, რომ მე ვუყვარ იმ ადამიანს. არა და ეს ადამიანი თავის ცხოვრობით ცხოვრობს, აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადამიანთან, არც ფიქრით, არც გონებით, არც ოცნებაში, არანაირი, აბსოლუტურად არანაირი. და აი ეს მეორე ადამიანი კიდე ფიქრობს, რომ ის როგორც მე მიყვარს, ისე ვუყვარ, როგორც მე ვფიქრობ, ისე ფიქრობს. და ამის ილუზიაშია, რომ ესია. მე რახან დუალური და ტყუპისულების საკითხებში გავერკვიე, მეგობრებო, ესეთი ვითარებებიც არსებობს, რომ 10-15 წლის მერე გამომტყდარან ესენი გამოუტყდნენ ერთმანეთს, რომ უყვართ ერთმანეთი და რაღაცა მიზეზების გამო აი ესე მოხდა და იმიტომ ვერ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და არის ეს შემთხვევებიც. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ესეთი შემთხვევები არის ილუზიური და როგორ იცით, აი დემონურია რა, ეს არის დემონური, იმიტომ რომ შენ გაფიქრებინებს იმას, რაც არ არის რეალობაში. და იკვებება შენი ენერგიით დემონი. და შენ გონია, რომ ამ ენერგიას იმას უგზავნი და რაღაცეები რა. ამიტომ უნდა ამას ჩახსნა, ამიტომ უნდა ადამიანს გარკვევა იმაში,
ჯერ პირველ რიგში რისი გარკვევა უნდა იცი? თუ თქვა და ავიღოთ მაგალითი რა, რომ მე უცბად წამომივიდა იმპულსი და ვიღაცა კაცსა მეფიქრება, ხო? ის კაცი რეალური არის, ფიზიკურად არსებობს. არსებობს ისეთები, რომ ფიზიკურად არ არსებობს კაცი და იმაზე ფიქრობენ ქალები. გესმის? ანუ წარმოსახვითი. ესეც დემონურია, მაგრამ ამასაც მოვლა სჭირდება. აი ფიზიკურად არსებობს მამაკაცი და იმისგან წამოვიდა იმპულსი და გგონია რომ შენ გიყვარს ის და ის იმას უყვარხარ შენ. და გადის წლები რომ აი ისა იმის ძალისხმევას ვერ მოიპოვებ რომ ამ ადამიანს დაელაპარაკო პირისპირ, ხო? აი ნახეთ ნებისმიერ შემთხვევაში როცა ადამიანს წამოვა გრძნობები, უნდა აიღოს კონტაქტი ამ ადამიანის, დაურეკოს და უთხრას, იცი რა, შენთან საუბარი მსურს. აუცილებლად ესაუბროს, რომ აი მე ეს და ეს გრძნობა მაქვს. თუ იმ ადამიანს ეს და ეს გრძნობა არ დაგიდასტურებს, რომ იცი რა, ეხლა შენ რასაც საუბრობ, ვერ გეთახმები ამაში. არ არის ეგრე. ესა, ფრთხილად იყავით, ეხლა რაღაცას გეტყვით, დაიმახსოვრეთ. ყურადღებით იყავით. მაშინვე უნდა იმუშაოთ იმაზე, რომ ჩახსნათ აბსოლუტური ყველა ენერგია, ეს არის დემონი. თუ შენ მაინც გააგრძელებ იმის მტკიცებას, რომ არა ვუყვარვარ და არა ის ყოფილა შემთხვევები, მეგობრებო. ისეთ მდგომარეობამდე მისულა, რომ ამ ადამიანს, რომელსაც გონებია, რომ იმას უყვარს და გონია რომ ატყუებს ახლა ის. მე მქონდა ესეთი შემთხვევა, ეგონა მამაკაც რომ მე მიყვარდა ის რა. და როგორი ის არის, იცით, რომ აი გიმტკიცებს რომ გიყვარვარ, არა, ეუბნები რომ არ მიყვარხარ, ხო? და ის გიმტკიცებს რომ არა გიყვარვარ, მე ვიცი რომ გიყვარვარ და აი მე ვიცი და შენ ჯერ არ იცი და რაღაცა ესეთი საშინელად დემონები არსებობს დადის ამ დედამიწას და ყოფილა შემთხვევა რომ შეიძლება მივიდეს ეს მამაკაცი და დანა გაუყაროს ამ ადამიანს რა რომ არა შენ მატყუებ გინდა თუ არა გიყვარვარ და შენ მატყუებ გესმის ყოფილა შემთხვევები რომ გადაკიდებია და 24 საათი ფანჯარასთან რო დგას და რაღაცა სულთამხუთავივით გადაგეკიდება და დაგარწმუნებს იმაში რომ უნდა შეიყვარ ესეც დემონია მეგობრებო ყოფილა შემთხვევაში რომ გემუქრება შენ თუ ამას არ იზავ მე ამას და ამას ვიზავ მოკლავ თავს მოვიკლავ და ესეთი აი უამრავი დემონები არსებობენ და ეს რომ არ მოხდეს ამიტომ ორმხრივი გარკვევა უნდა მოხდეს ადამიანი ვერბალური გარკვევა და ერთ-ერთი პასუხი უნდა მიიღოთ თუ ადამიანი თქვენ გეუბნებათ რომ მე შენ არ მიყვარხარ და არანაირი ფიქრი არ მაქვს შენს მიმართ და ის ფიქრები მაინც მოდის რომ არა ის იმან მომატყუა და ესეთი რა იცოდეთ რომ ესეც დემონია როგორ შეიძლება რომ არ უყვარდე აი მაშინ ესე რატომ მოიქცა ისე რატომ მოიქცა დემონია მეგობრებო ჩახსენით ეს კავშირი აუცილებლად ჩახსენით ეს კავშირი ტექნიკა უნდა ამას ტექნიკის ცოდნა უნდა ამას მე გასწავლით ამ ტექნიკას როგორ თქვენ თუ ამ დემონს არ ჩახსნით შეიძლება მიგიყვანოთ ძალიან ცუდ მდგომარეობამდე რა კითხვები ხომ არ გაქვთ? ჩემს პრაქტიკაში ყოფილა ესეთი გასაუბრებაც, რომ წყვილს ყვარებია ერთმანეთი 10 წელი და მერე გამოუტყდნენ ერთმანეთს, რომ უყვარდათ ერთმანეთი და არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და რაღაც. ეს გათხოვილი იყო, ერთი მეორე თავისუფალი იყო, მაგრამ ამას შვილებიც ყავდა, ცოლიც ყავდა, იმას ცოლი არ ყავდა, ამას ყავდა ქმარი.
შვილები, მაგრამ აი 10 წლის მანძილზე ამ ერთს უყვარდა მეორე და მერე აღმოუჩენიათ, რომ აი რაღაცა და რაღაცა. არსებობს პრაქტიკაც ჩემს პრაქტიკაში, რომ ერთს ყვარებია მეორე, შემდეგ ამას რომ უთქვავს მე იმისთვის რომ მიყვარხარ, იმხელა აგრესია გამოუწვევია იმაში, რომ დაშორებიან ერთმანეთს, გესმის? ან თუ მანამდე კარგ ურთიერთობაში იყვნენ, მერე უკვე დაუბლოკია, აიგნორებდა და ასე შემდეგ, მაგრამ აღმოჩენილა, რომ ამ ადამიანს ეს რომელიც გამოუტყდა სიყვარულში, ხო? ძალიან უყვარს. იმდენად უყვარს, რომ აგრესიაში გადაიზარდა აი ამ ადამიანის მის მიმართ გულახდილობა. და ესე დასრულებულა, იმიტომ რომ როდესაც იმ ადამიანში აგრესია იღვიძებს, მეორესთან წყდება უკვე კავშირი. მეორეს უკვე მისდის ის იმპულსი, რაც შენში იღვიძებს რა და ამიტომ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ ამის ნიადაგზე გაფუჭებულა ურთიერთობები. და შემდეგ აი ამ ადამიანს უკვე რომელმაც გააფუჭა ურთიერთობა, იმან კი არა, ვინც სიყვარული აუხსნა, იმან ვინც მიიღო ეს სიყვარულის ახსნა, მას გაუფუჭებია იმ კონკრეტულ მომენტში ეს ურთიერთობა და მერე ისე უნანია, რომ რაღაცები მოკლედ წიგნები უწერია, ანუ ცი რა არის, ანუ ძალიან საინტერესო რაღაც ხდება ამ დროს რა. არსებობს მომენტები, რომ ადამიანს უყვარს და არ უტყდება თავის თავს. გააჩნია რა ბავშვობა ქონდა, რანაირ ვითარებაში გაიზარდა. არის მომენტები, რომ ადამიანს ადამიანს იმდენად სხვანაირი გარემო აქვს, რომ აი ისეთი მომენტებიც არსებობს, რომ ადამიანს ამ ადამიანის სიყვარულის გამო, აი არის, ანუ ავხსნათ, შეყვარებულები არიან, ხო? და ერთს აქვს სოციალური ისეთი ვითარება, რომ მეორეს არ აწყობს. და იცის, რომ ვერ შეცვლის ვერაფერს. ამიტომ უარი უთქვავს ამისთვისაც. არის მომენტები, რომ ამ ადამიანმა იცის, რომ ამ ადამიანს, რომელსაც უყვარს, ისეთი ვითარება აქვს, რომ ეს რომ გამოუტყდეს ამასაც სიყვარულში, თვითონ ამ ადამიანს დააზიანებს, იმიტომ რომ ამათი ურთიერთობა ვერ მოხდება. არის შემთხვევები, რომ ადამიანები გამოტყდომიან ერთმანეთის სიყვარულში და დაუშორებიათ მაგალითად დედიკოს და მამიკოს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები აი ეს ურთიერთობები დაუშორებია ამპარტავნებას. აი მან ისე როგორ მითხრა, მაგას გამარჯობას როგორ გავეტყვი, აი საშინე ძალიან უამრავი შემთხვევა. ენერგიის ჩახსნის შემთხვევაში ეს ადამიანები მიდიან ჩვენი ცხოვრებიდან, თუ ამაზე ცალკე მუშაობაა საჭირო. ენერგიის ჩახსნის შემთხვევაში, ესე იგი, თქვენ გაშორებულები ხართ, ენერგიას რატო ხსნით? იმიტომ რომ თქვენ ერთად არ ხართ, ესე იგი, ხო? და როდესაც ჩვენ ენერგეტიკულად ჩავხსნით, ის აგრძელებს თავის ცხოვრებას და შენი თავისუფლება გიბრუნდება. ის ენერგეტიკული ველი, რომელიც იკვებებოდა შენით, ხო? ანუ იმ ადამიანის მიმართ მიდიოდა და სინამდვილეში იმასაც არ მისდიოდა და რომელიღაცა დემონი იკვებებოდა ამით, ამას ჩახსნი და შენ თავისუფლებას იბრუნებ. ის არაფერ შუაში არ არის ამ დროს. არის შემთხვევები, რომ ის მართლა შუაშია და შენზე ზის, შენ ენერგეტიკულ ხაზზე და ზის და იკვებება. ხვდები? ანუ ხშირ შემთხვევაში ის საერთოდ არაფერ შუაში არ არის შენთან, დემონია, რომელიც იკვებება შენი ენერგეტიკით.
აბა მითხარით მეგობრებო, კითხვები თუ გაქვთ კიდე? არიან ქალების უმრავლესობა, რომლებსაც სურთ, რომ აი ამ მდგომარეობაში იცხოვრონ სიცოცხლის ბოლომდე რა. აი ესეთი ვითარება მოსწონთ. და იტანჯავენ თავის თავს. არიან ქალბატონებიც, რომლებსაც აი როგორ გითხრათ რა, გარდაეცვალათ მეუღლე და იმდენად არიან იმაზე დამოკიდებული, რომ აი მთლიანად ნადგურდებიან. არიან ქალბატონები, ესეთი ვითარებებიც არსებობს რა. ან შვილზე დამოკიდებულება, შვილგარდაცვლილი დედებიც. ღმერთმა ყველას კარგად გვიმყოფოს შვილები. მამაკაცებთან ეს იშვიათი, სხვათა შორის არც მამაკაცებთან არის იშვიათი ეს. მამაკაცებთან არ არის იშვიათი. ანუ დამოკიდებულები რო ხდებიან ქალზე, ამა თუ იმ კატეგორიის ქალზე, გესმით? ქალი, რომელიც უარყოფთ ამ მამაკაცებს, ამ ქალებზე ხდებიან დამოკიდებული. აი უარყოფის პრობლემა აქვთ ის, რომ დედისგან უარყოფილი მამაკაცები ძირითადად ასეთი ქალების მიერ არიან ხოლმე მოხიბლული, რომლებიც უარყოფენ მას. და მთელი ცხოვრება, აი გალაქტიონისავე, მთელი ცხოვრება მე ამ ქალზე ფიქრობენ და ზოგი ლოთდება, ზოგი რას შვება, ზოგი რას შვება და ზოგი ქალებზე იწყებს ჯავრის ყრას და შურის ძიებას და ესეთი ძალიან ბევრი საკითხი. ეს ძალიან განსაკურნი ვართ ჩვენ ამ საკითხში რა. წავედით? წავედით, wie man schon wieder nicht, dass die მოიცა, ჩემს მაყურებელს მიესალმე. გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ხართ? მარინოს, ხო, აბა მეთქვი? ბუდიში ეხლა უნდა წავიყვანე ეს ქალი, თქვენი უნდა ხაბარი. იმედომ ბავშვები იძინებათ და წავიდეთ ნელა სახში. წავიდეთ? ხო, წავიდეთ. წავიდეთ. უნდა მომიტაცო, ხო? უი, რა კარგია, მიყვარს მოტაცება. მოიცა, ერთი წუთი მარინოს, რაღაც უნდა გითხო. მარინოს, ეხლა შენ მითხარი, როგორ მოგეწონა ჩემი ცეკვა? ლაივში რო ვიცეკვე. საინტერესო იყო. აუ, მითხარი რა. აი ხანახან მე კიდევ გული გამისხა, იმიტომ რომ უძვები არ შემოდიან გარეთ. რო არ გამომიჩდა, ხო? კინაღამ გამომიჩდა. კინაღამ გამომიჩდა. ხო. და რო ყვიროდი ის როგორ მოგეწონა? მაგარი ხანახან უნდა დახურე რა კარი რა. ხანახან უნდა გვირედოს ადამიანმა. იმიტომ თუ არ გვიროდეს, ხო, ამ თემაზე. ხო. არაფერს არ შევცვალე. რა მაგარი ხარ, როგორ მიხვდი? ამას ბევრი ჩემი მაყურებელი ვერ ხვდება. იცი შენ? ბევრი ჩემი მაყურებელი მაგას კი ვერ ხვდება. და შენ როგორ მიხვდი? რა როგორ მიხვდი? როგორ მიხვდი, რომ უნდა შეიცვალოს ზუსტად აი ამ ვითარებით, რომ ყვირილი და მოშტის ხალისად. ეხლა მე დიდი ხანი ვიცნობს აქ მანეცხო. ხო. და თანახან შენ უნდა გვიროდეს, რომ ენერგია გამოდის შენთან, ხო? იმიტომ ძალიან ცუდი ენერგია შემოდის შენთან, ხო? ხო, როგორ შემოდის ეს? ხანახან უნდა გაწმინდა ეს ენერგია. და ამ გვირისი და ამ სიტუაცია შენ გაწმინდა ეს ცუდი ენერგია და ეგრე უნდა იყოს. ხო, ეს არის ერთგვარი, ხო, ეხლა ის მითხარი. კიდე რამე მითხარი, ხო? რამე მითხარი? რამე გითხარი? აი, კომენტარებს რომ იწერენ ხოლმე. აი მაგალითად
გიშინია, შენზე გიშინია რა. იმიტომ ძალიან ესეთი ეშინიათ, იმათ ეშინიათ? ეშინიათ, იმიტომ ფილმებში, ხო? ხო. ეგეთი ქალები არიან ბოროტების ქალები. ბოროტი ქალები. კლიშე, ოკეი, კლიშე, კლიშე არის. გაგიშდა ეს ქალი და ბოროტი არის და ეს არის ფილოსოფია ეშმა. ხო, მე ვიცი, ექსორცისტი არის. ხო, ექსორცისტი. ექსორცისტი არის ვიღაცა. წაიყვანეთ საგიჟეთშიო. ხო, წაიყვანეთ. ბავშვებო. ხო და იმიტომ ესეთი კომენტარი არის. არ დახიორდენი. იმიტომ ესეთი კომენტარი არის, ხო. ეს კაცი მაგარი ადამიანია, დაუჯერე ეს ადამიანი. დაუჯერეთ ამ ადამიანს, ამბობს გიორგი. რა საყვარლები ხართო წერს ციური. ხო და ისა ერთი წუთი დედიკო, ისა ლაივში ვარ პუშკუკა. ხო, ეხლა ის მაინტერესებს რა. მამაკაცები რო წერენ ხოლმე რაღაც ისეთ კომენტარებს რა, რომ იცი რა, ეს კომენტარები ხო მე სუსტად ვერ გავიგე, იმიტომ მე არ ვიცი კითხვა და წერა ქართული ენაზე, ხო? და მე ხმაურობ რა ქვია Google Translate. ერთმა ხო Google Translate ხო სუსტად ვერ გავიგე რა იწერია, ხო? ძალიან არეულობა, იმიტომ გინებას და ვერ თარგმნის. ვერ თარგმნის. ხო? იმიტომ არ ვიცი სუსტად. ახლა მაგალითად ერთმა დამიწერა, დღეს ეს ლაიფი მაქვს, რომ ერთმა დაწერა, ესეთი გერმანულად გეტყვი, ხო? რომ კარგად გაიგო. Ich habe einen Ständer bekommen. Ich habe einen Ständer bekommen, aber nicht wegen dir, sagt sie. ხო, ეხლა ვიცი რა კომენტარი იყო, ეხლა გავიგე, ხო, Einstein gehabt. ხო, შენზე ამიდგა, ოღონ შენზე კი არა, ამიდგა, ოღონ შენზე არაო. შენზე არა, რატო არა? ალბათ მამაოები უფრო ევასება. იცი რატომ მკითხა, რომ სადნახეო მამაოები ბავშვებს რო აუპატიურებდნენ რა და ეგ მოხდა იმას უფრო. არ ვიცი რა. რას ეტყვი ამ ადამიანს? Was sagst du zu diesem Mann? Wenn das ernst meint, ja? ქართულად უთხარი. თუ მართლა იყო ეგრე, ხო? ხო. და კონსეკვენცია რა არის? კონსეკვენცია არის, რომ ბოროტი ხო. უხვას და აუდგა, ხო? რა მაგრა ახსენი? შენ ვერ წარმოიდგენ რა მაგარი ფსიქოლოგი ხარ. ხო და ხო რაც უყვარს იმაზე აუდგა. ხო, აბა. და არიცოდა, მაგრამ მაინც აუდგა, ხო თუ ეგრე არის, აუდგა. ხო და იმიტომ ბოროტის რაც იზიდავს იმაზე რეაგირებს. ხომ გაიგეთ მეგობრებო? ხომ გაიგეთ რა ხდება? რაშია საქმე? აბა წავიდეთ ეხლა. აბა მაინტერესებს ახლა დამიწერეთ კომენტარებში. თქვენს მეუღლესთან ასეთი საუბრები გააქვთ? თუ არ გაქვთ, ეს ნორმალური არ არის. თუ არ გაქვთ, თუ გაქვთ, ეს ნორმალურია. აუცილებლად უნდა იყოს თქვენი მეუღლე, თქვენი მეგობარიც. ამ საკითხებში. თუ არ არის და თუ არ შეგიძლიათ ერთმანეთთან ესეთი გახსნილი საუბარი, როგორც მე და ჩემს მეუღლეს, მაშინ თქვენ იმას ვერ მიაღწევთ, რასაც მე ვაკეთებ. თუ გინდათ ამის მიღწევა, თავისუფალი ტრანსცენდენტული ვერ იქნებით. არ გექნებათ ამის საშუალება. არ მოგცემთ თქვენი მეუღლე ამის საშუალებას, რომ იყოთ თავისუფალი. და მაგალითად ზოგიერთ ადამიანს რო გონია რომ მე ჩემს მეუღლეს ხო და მიწერენ ხოლმე რა რომ შენაირმაო როგორ ესეთი კარგი მამაკაცი როგორ იპოვაო თუ ესეთი კაცი როგორ უძლებს შენს თუ რაღაცებს წერენ ხოლმე ეს და
თუ კი ვინმე რამე ფსიქოლოგი მინახავს ამ დედამიწის ზურგზე, ჩემი მეუღლე არის საუკეთესო ფსიქოლოგი, ჩემი და ჩვენი ურთიერთობის. გესმით? იცით რატომ? არასდროს არ შემშინებია ჩემი მეუღლისთვის მეთქვა ის რომ იცი რა? შემოქმარუკავ. ქმარუკას ვეძახი ხოლმე ხანდახან. მე ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ გავდივარ ამა და ამ ეტაპს. ხო? და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი მეუღლისთვის ისიც მithქვავს, რომ მე სხვა კაცი მიყვარს. იცი რა არის? მეუღლეობა არის სხვა რამე, უფრო ცნობიერი რამ, ვიდრე ის რომ შენს მეუღლეს დაუმალო, როდესაც შენ სიყვარული გეწვევა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენი მეუღლის მიმართ უპატივისცემლო ხარ, როცა შენ სიმართლეს ეუბნები. როდესაც შენ სიმართლეს ეუბნები შენს მეუღლეს და მას აქვს იმის შეგნება, რომ გაიგოს რა პროცესია, როდესაც სიყვარული მოდის, ხო? ეს შენ არ მოგდის, იმიტომ რომ შენ დაგეგმე. ეს მოდის უბრალოდ და ამას სჭირდება დარიგება. და როდესაც მამაოს ეუბნები ამას ვერ იგებს, როდესაც ფსიქოლოგს ეუბნები ვერ იგებს, ის ყოველთვის სხვა რამის აწეპებს და არ გისმენს შენ. შენში რა ხდება, იმას არ იგებს, არა აქვს მაგის თავი და არც ნერვი, რომ ეხლა შენ მოგისმინოს კიდე ვინ შეგიყვარდა და ვინ არა და შენ ქმართან კარგად ხარ თუ არა ხარ. როდესაც შენს ქმარს ეუბნები სიმართლეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უპატივისმცემლო, ანუ როგორ გითხრა, ეხლა როდესაც მეუღლეს ეუბნები ის, რომ შენ სხვა გიყვარს, ეს იცი რა მხელა პატივისცემა არის შენი მეუღლის მიმართ. და შენი მეუღლე თუ არის ჯანსაღი ადამიანი, ამას იცი როგორ კარგად იღებს და როგორ ისე იღებს, როგორც არის, ჭეშმარიტად არის. შეგნებით იღებს და შეგნება რა არის, იცით მეგობრებო? შეგნება არის ის, რომ შენ შეხვიდე იმ ადამიანის მდგომარეობაში. შენ მეუღლეს თუ ვერ გაუგე ის რა სულიერ ტრანსფორმაციებს გადის, აბა ვინ უნდა გაგიგოს? ვინ? ფსიქოლოგმა ან მამაო? ვერ გაგიგებს. იმიტომ რომ ის ყოველთვის იფიქრებს, რომ შენ ცუდი ხარ. ჩარჩოშია მოქცეული რა. ცუდი ხარ. იმიტომ რომ როგორ იფიქრე, როგორ გაბედე. რა როგორ გაბედე, ჯერ პირველ რიგში ხო უნდა გაიგო, რომ რა მდგომარეობაში ვარ მე თვითონ ცუდ მდგომარეობაში ვარ, რომ თქვა მე მყავს მეუღლე და უცბად მოდის ეს რაღაცა, რომ სხვა გიყვარდება რა. რა ავდგე და ეხა ავხტე და გავეკიდო იმას? თუ ავდგე და რაღაცა, ხო უნდა ესაუბრო შენს მეუღლეს. რამდენიც გინდა იმდენ საყვარელს იჩენს ქართველი მამაკაცი და ქართველი უკვე ქალებიც ესე აკეთებენ. მერე ეს გრძნობა გადადის და რჩებიან ერთმანეთთან, როგორ იცი, მოტყუებულები, ერთმანეთს რო ატყუებენ. აი ნახეთ რა, მე გეტყვით ერთ რამეს. ეხა არ მაქვს მაგის დრო, უნდა წავიდეთ, მაგრამ ამაზე ვისაუბროთ. როდესაც შენს მეუღლეს სიმართლეს ეუბნები, ყველაზე დიდი პატივისცემა არის ეს შენი მეუღლის მიმართ. ის კი არა, რომ ჩუმად წახვიდე და იმას რაღაცეები, იმას აქნა. არა. პირველ რიგში შენ უნდა სცეს შენს მეუღლეს პატივი. გესმით? ეგ არის მნიშვნელოვანი. და თქვენ იცით, რომ აი სწორედაც მე რომ ეს ვუთხარი ჩემს მეუღლეს, ჩემმა მეუღლემ მადლობა მომიხადა ამისათვის. რომ მადლობა რომ მითხარი და ჩუმად არ დაიწყე რაღაცების კეთება. ხო, აი რაღაცა, აი ხო შეიძლება ღალატი და ასე შემდეგ. და იცით როგორი რამეა მეგობრებო? მეუღლეებმა თუ არ გაუადვილეს ერთმანეთს უღელი, ხო? იცით რა მხელა განსაცდელებს გიგზავნის ღმერთი, როდესაც შენ შეუღლებული ხარ?
და შენ მეუღლემ თუ არ გაგიიოლა ეს უღელი არ ზიდა თან, ხო? აბა ვინ უნდა ზიდოს? ნუ შეგეშინდებათ. არა, ეგრეც არ არის, ეხლა ვერ გეტყვით რომ დადექით და ქმრებს უთხარით მეთქი ეგრე, იმიტომ რომ შეიძლება მართლა გაგიყაროს დანა. დღევანდელი ვითარება საქართველოში ისეთია, რომ ისე გადასულია ჭკუაზე ეს კაცობრიობა, რომ მართლა შეიძლება გაგიყაროს, შენ რომ სიმართლე უთხრა მეუღლეს და ეხლა შენ მეუღლეს უთხრა ქართველ მამაკაცს რომ სხვა მიყვარსო, შეიძლება არ ვიცი რა გიქრას. ჯერ არ არის საზოგადოება მზად მაგისთვის. ამიტომ ვამზადებ მე საზოგადოებას იმისთვის, რომ მაღალ დონეს მიაღწიოს, ცნობიერების მაღალ დონეს მიაღწიოს, ერთმანეთში საუბარი შეეძლოს, გულ ახდილად საუბარი შეეძლოს, გესმი, გულ ახდილად. ნახე, სიყვარული სად არის გულში, ხო? ამას რო ახდი, შენ ხო სიმართლეს თუ ლაპარაკობ, ხო უნდა იცოდე რომ იმის არის მიმღები, შეუძლია ატანა ამის. თუ იმას ატანა არ შეუძლია, შეიძლება თავზე დაგარტყას რაღაცა და მოკლას ღმერთობა პატია, ღმერთმა დაგვიფაროს ყველა. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ცნობიერად ავმაღლდეთ კაციც და ქალიც, მამაკაციც და დედაკაციც. უნდა ავმაღლდეთ ჩვენ ცნობიერად. ქრისტე ამბობს, ბოლო ჟამს აღარ იქნებიან ცოლები და ქმრები. აქ სულ სხვა რამე იქნება, ხალხო, სულ სხვა რამე. აქ იქნება ურთიერთგაგება, შეგნება და გაცნობიერებულად ერთად ყოფნა. გისურვებთ ყველა საუკეთესო მეუღლეებს და მე ვამბობ ხოლმე, რომ აი თუ კი ვინმე მამაკაცი არსებობს ამ დედამიწის ზურგზე, რომელიც ღმერთმა ჩემთვის გაიმეტა, ეს იყო საუკეთესო მამაკაცი, რომელიც ღმერთმა შექმნა. და ჩემს მეუღლეს ძალიან დიდ პატივს ვცემ მე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვა რაღაცეების მიმართ გამიჩნდეს სიყვარული და ასე შემდეგ, პატივისცემა არის სულ სხვა რამე. გესმით? პატივისცემა ჯერ პირველ რიგში შენი თავის მიმართ, რომ შენს მეუღლეს არ ატყუო და ისეთი ბანძი მეუღლე არ გყავდეს, რომ შენს მეუღლეს ატყუებდე. ან წარმოგიდგენია შენს მეუღლეს რო ატყუებ, რა ბანძ მდგომარეობაში ხარ? ძალიან ბანძ მდგომარეობაში ხარ, რომ შენს მეუღლეს ატყუებ, აზე ხარ. იმ ადამიანს, რომელიც შენს მეუღლე დაირჩიე, იმას ატყუებ, გესმის? შენ რა ბანძი ხარ? ანუ რა ბანძი მეუღლე ყავს? ხვდები? ანუ ესე ვიტყვი რა. როგორ ბანძ მდგომარეობაში აგდებ შენს მეუღლეს შენ თვითონვე და შენ თავსაც ამით? ძალიან ცუდია ეს, ძალიან ცუდია. ეს არის არ ვიცი რა დონეა, არ ვიცი სად ჩამოვიხედო მან დაბლა, მაგრამ რაღაცა დონეა დაბლა სადღაც სიღრმეში, იქ, ჯურღუმულში. მოკლედ მეგობრებო, გაკოცეთ ახლა მე თქვენ გისურვებთ საუკეთესო, ანუ თქვენი მეუღლეების ცნობიერების ამაღლებას გისურვებთ პირველ რიგში. მერე გისურვებთ გულახდილ საუბრებს თქვენს მეუღლეებთან და გისურვებთ საუკეთესო მეუღლეების გვერდში მდგომას. და გაკოცეთ. აბა, გემშვიდობებით. პირველ რიგში მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მერე იმასაც აგიხსნით, როგორი პროცესი გავიარე, რომ მეპოვა ჩემი მეუღლე. ანუ შინაგანი რა პროცესი გავიარე, რეებისგან გავთავისუფლდი და ასე შემდეგ, ხო? ამას მე სხვა ლაივში აგიხსნით.